ლიტერატურული თეატრი აგრძელებს პროექტს, როცა ერთმანეთს ჭირდებით. ამჯერად კიდევ ერთი საუკეთესო ხარაგაულელი მინდა გაგაცნოთ ჯანდაცვის სფეროს გამორჩეული მუშაკი, შესანიშნავი პროფესიონალი ექიმი ბატონი რომან შავიძე. ჩვენი ხომ მის ოჯახში ვიმყოფებით და სულ მალე მთელი საქართველო გაიცნობს ამ უკეთილშობილეს, უკარგეს ექიმს, ძვირფასი ოჯახის მამას, მეუღლეს და ხარაგაულისთვის და არა მარტო ხარაგაულისთვის უსაყვარლეს პიროვნებას. სკოლა 66 წელს დაამთავრა სოთაშორის ზოგადად მენდანზე. შემდეგ 63 წელს ჩავაბარე და დაუბრუნდი 75 წელს ჩვენს რაიონს ექიმად. პირველად 74-დან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდი ხუნევის საავტობუსო მთავარ ექიმად. და იმ ხუნევი, ხევი და იქ სოფლების ემსახურებოდი ერთი წელიწადი. შემდეგ გადმოვედით ხარაგაულის ცენტრალურ რაიონის ცენტრალურ საავტობუსში, თელებული მაყოფილების გამგედ მუშაობდი და 15 წელიწადი გაუგლის გამგედ მუშაობდი და ამ 15 წლის განმავლობაში რო გითხრა სიმართლე არც ერთი ღამე არ მიძინია საღამოს რომ ადამიანმა დაისვენებს და დაწვევდა დილას ადრეს არც ერთი ღამე მე არ მიძინა ნორმალურად. ყოველ ღამეს ალბათ ღამეში ორჯერ სამჯერ მიხდებოდა ატომა პაციენტების მისახედად. ამავე დროს სოფლებში არ არის დარჩენილი არც ერთი სოფელი ხარაგაულის რაიონში, სადაც მე არ ვიყო ნამყოფი ყოველ ოჯახში თუ არა, ყოველ მესამე ოჯახში მაინც ამ 15 წლის განმავლობაში. როდესაც მე მუშაობდი საავტობუსში, შორს კი არ მქონდა სასიარულო. საავტობუსი იყო ჩემთან სულ 200 მეტრში, 220 საწოლზე იყო. 20 სართულიანი შენობა, 220 საწოლზე, თერაპია, ავსკანაყოფილება, ქირურგია, სამშობიარო და ძალიან მეხუთე შენობა იყო ინფექციური გაყოფილება. ზუსტად მუშაობდა სრული დატვირთვით 220 პაციენტი ბეჯოყოლებია და პალატებში რო არ გვეტეოდა ხალხი, ზოგჯერ კალდოშიც გვიგვეტყიდა. პირადად მე გაყოფილებაში 25-30 აუნტობი მიყვავდა ერთდროულად და ამავე დროს პოლიკლინიკაში მქონდა საათები, 2 საათი პოლიკლინიკაში ბიზნესზე მოვიდი და მუშაობდი და მთელი ჩემი აი მუშაობის პერიოდში რო გამოთვალე, ამისი გამოთვალე დაახლოებით 25-30,000 პაციენტი დაკავდა შემხედი. ამ ჩემი მუშაობის პერიოდში კურიოზების ბევრი იყო. 95-96 წელი იყო. ქუთაისში მქონდა თათბირი. და ამ თათბირზე გაეროს მასშტაბიდან იყო ჩამოსულები და ლექციები დილას 10 საათზე დაიწყო და საღამოს შუადღის 3 საათამდე განუწყვეტა შესვენების გარეშე მიმდინარეობდა და დავიღალე ძალიან. და ქუთაისის სამხედრო დეპარტამენტის უფროსმა დოდო შელიამ ხარდამ დოდო გამოგიცხადა მეგობრობა ახლა გავდივართ ლანჩზე. და მაშინ ახლა ეს ლანჩი არ ვიცოდით შემოშლიდა რა იყო. ახალი შემოსული ტერმინი იყო და მეგონა სემინარი. და რამე ზესტაფონის მთავარი ექიმის ზოუნები რამაზი მეუთხარი ძალიან დავიღალე თავი ამტკიდა ეხლა მე ლანჩის თავი აღარ მაქვს უნდა დავიდე ხშირად ხო გავიპაროთ ეროვნულ არცერთო და გამოვიპარეთ ლექსიდან ლანჩს გამოვიპარეთ თუ შეიძლება სადიპარები რო იპარებ მე ვინ გავიგეთაზე დაგვემართა იყო კიდე ის ჰუმანიტარული ტვირთში მოხდა ძალიან ბევრი აი საზოგადოებრივი ჯანდაცვას ხელმძღვანელობდი 96-დან 2004 წლამდე. ამ პერიოდში ჰუმანიტარული ტვირთში მოხდა ძალიან ბევრი სოფლებისათვის, სამთავრობისათვის, ამბულატორიებისათვის და ვარიგებით მოსახლეობაში და გაყოფილების მიხედვით. და ერთხელ მოხდა ასეთი სიტუაცია, რომ გამონათილი ჰუმანიტარული მედიკამენტები იყო, სამედიცინო აპარატურები იყო, ყველაფერი იყო და ერთ-ერთი დიდი მოზრდილა ყუთი მედიკამენტებით სავსე და არ მოყვა ინსტრუქცია რა ეს სამალი იყო. მიგითხე
ხუმარითი გვინმე თქოდა. ინფექციონისტმა მითხრა, ერთი ხანშესული ინფექციონისტი ყავდა. ეგო მაპატიედა და მოწამვლის საწინააღმდეგო, კუჭის აშლილობის საწინააღმდეგო წამალიაო. ახლა ამას ვარიგებთ მოსახლეობაში და სამი ცალი, სამი ფირფიტა მეს წამოვიღეს, აღში მეც რო დამჯიდეს და მეორე დღეს ჩამოიარა მეზობლის კაცმა სოსო არის ერთი რუსპანაშვილი, მეზობელში ცხოვრობდა. შემხვდა ქუჩაში და ჭიზე შემსახსან და ბადრომა რაღაცა მომწამლა და მიშველეო რა წამალი ვიყიდო ათიაქშიო და მოთქვა ნუ იყიდი მე გაჩუქებ. შემოვედი სახში ერთ ფირფიტა ვაჩუქე. Ramgazva dalje, zago sam da to samđe dalje. Mokhti kudaish tatviz et girishnemdek. Da vidit khamai zagle sama da es amaliyat qolda. Chasakhush tatnamdego. Medikamente alsoda. Gavsa da svedgi qats rogor rastu chasakhush tatnagdo zadno tabletები და შევხვდა ერთი შემდეგ რომ მოვიდა. სოსო როგორ ახათ ყოლა. კარგად მომიხდა ეს ავალიო მეტი არა მეტი ჩემი ნომერ მომხდა. გარდა მედიცინისა მიყვარდა სპორტი. აქტიური სპორტში ვიყავი ჩაბმული. სტუდენტობის დროსაც თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა მასშტაბით რესპუბლიკების შორის მეორე ადგილი მაქვს აღებული ორჯერ. საპრიზო მეორე საპრიზო ადგილი. ერთადერთი პიროვნება იყო ვინც მიგებდა. მსოფლიო ჩემპიონი იყო დემური ხავთარაშვილი. ახლაც მეგობრობა გვაქვს ერთმანეთთან. ძალიან დიდებული პიროვნება, მაგრამ ის იყო ჩემზე უფრო მეტი. მარტო ისეთი მიგებდა ფინალში. დანარჩენი ყველას მოგება მქონდა და მეორე ადგილზე გავდიოდი. და ასეთ კურიოზი დავემართა ერთხელ მე ზაფხულის პერიოდში ხარაგაულში ვიყავ ჩამოსული სტუდენტი ვიყავ მესამე კურსზე და ხარაგაულის პედაგოგები თავმჯდომარე მითხრა საქართველოს პიროვნებაზე ხომ არ წამოხვარო. წამოვარ მეოთხე. წავედი. ავიღე პირველ ადგილი ქართულ ჭიდაობაში, ავიღე პირველ ადგილი თავისუფალ ჭიდაობაში, ორივეში. 82 კილოგრამ წონაში. და 90 კილოგრამში ერთი ბიჭი გახდა ჩემპიონი და იმან გამომიწვია შეჯიბრის შემდეგ. მოდი ვივარჯიშოთ, მაშინ ჭიდაობა მომეწონა. მოდი მეოთხე, ვივარჯი და დაგიწუთი. დაწვის განმავლობაში 3 ქულა მეაუღე. 4 ქულა იმან ამიღო. მაგრამ მე უტევ კიდე რომ მინდა რომ ეს გავათანაბლო. და სპორტკოდერის თავმჯდომარე მოუნება. რომა დაანებე თავი მოეშვიო. რატო უნდა მოვეშვა მოთხარი ვაგებ. არის მაგ მინარიო, არ ვიცი მოთხარი, შვილებს გებიცები. ლევან თედიაშვილი. თუ მე ვეჭიდაები ლევან თედიაშვილი, სოფიოს ხუთის ჩემპიონს, მე აზია ვარ მინარი. და მიტოვუდებ. ვაგებ ერთგული და დიდი ამბავია, თუ დავაგებ ლევანთან. თავისუფალ დროს ძალიან მიყვარდა ჭადრაგის თამაში. იმდენად შემიყვარდა ჭადრაგის თამაში, რომ ლიტერატურას კი დავამუშავე ჭადრაგის რაც კი გამოდიოდა სოფლიო ჩემპიონების პარტიას ამათ ყველაფერს ვარჩევდი ხოლმე და იმდენად გავძლიერდი რომ ჩემ თანატოლებში ვისანაც კი თამაშობდი მართალია ხა მე ოფიციალურ შეჯიბრზე არ წავსულ ვარ მაგრამ ვისანაც კი თამაშობდი ხოლმე სტუდენტობის დროს იყო თუ რაიონში იყო არ მახსოვს რომ ვინმესაც აგებული დარჩენილიყავ იყო შემთხვევა ერთჯერ და ორჯერ რომ მივიღე მონაწილეობა რაიონის პირველობაზე ჭადრაგში, სადაც მონაწილეობდა 18 მოჭადრაკე და 18 პარტია ვითამაშე. აქედან 16 მოვიგე და 2 ნიჩია დავამთავრე, ფრე დავამთავრე 2. და ნუ რომ ადგილზე გავედი ახლა მაგ თავისთავად ცხადია. ეხლა შემდეგ რაღაცა როდესაც მე ძირითადად ჩემი პროფესიიდან სამსახურიდან წამოვედი დამშა თავისუფალ დროს ეს ჰობი რომ მე ჭადრაკი და შაშკი ახან მიყვარს იცოდნენ ყველამ და ხარაგაულში ჩამოყალიბდა ხედველობა შეზღუდულთა საზოგადოების პროექტი სადაც ამ ხედველობა შეზღუდული ახალგაზრდები ძირითადად ახალგაზრდები 40 წლამდე ახალგაზრდები ყავს შეკრებილი და ვასწავლი მათ სპეციალურ შაშკის დაფაზე და სპეციალურ ჭადრაგის დაფაზე თამაშს. მიყვარს ასე ჭყიგილი რაღაცებს გეთება ნარჩენი მასალებისგან. უნარ ხო ჩემოულეს როგორც ბეშფიტია ყოველთვის. მიყვარს ძალიან. მეუთხარი გულო ეს მოხდა ფეშიოდო დაწყება ეწუთში.
ამის გამო გავაკეთე მე რაღაცაზე გამოგიყვანე ეს ნამუშევარი. და ასე ზოგი პატარა გვალი ფორმის გავაკეთე რომ ხაჭამური დაჭრის ბატონო ხოს დაჭრის აბტონი დაჭრის რაღაც. აი სკამის მოდელი მე თვითონ დავხაზე და მე თვითონ გავაკეთე. ჩემ ოჯახში მაგალითად სანტექნიკი მე არ მჭირდება. ერთი თუ რასაც კი ჭირდება ადამიანის ხელოსანი. ახში ვაკეთებ ყველაფერს. ჩემი ხელით. და ჩემი მეუღლე 55 წელიწადი ერთად. მერთმა ყველა შეახვედროს ისეთი მეუღლე როგორც ვაკეთებს. ისეთი ერთგული, ვერცი მდგომი. მარტო მე ალბათ ცხოვრებას ვერც გაუძლებდი, ვერც გაუძღვებოდი. აი ესეთი ჩემი მეუღლეც არის, მეგობარიც არის და ზოგონი ძმაც არის და დას არის და ყველაფერია. შვილები. პირველი შვილი შორენა ექიმია, თბილისში ცხოვრობს. მისი მეუღლე კომაროვის სკოლის დირექტორია. და ძალიან კაი ოჯახია, 3 შვილი ყავს. მეორე შვილი მირანდა ხარაგაულში ცხოვრობს. მისი მეუღლე ძალიან კაი პიროვნებაა. ჩემს მერას ერთი შვილი ყავს. მესამე ბიჭი, შვილი ჩემი. იუსიციის სახლში მუშაობს თბილისში. მისი მეუღლე მოსამართლეა, თბილისის მოსამართლეა. ყავთ 2 ბიჭი და ეს ლამაზი ოჯახია და დიდებული ოჯახია. ამ ხრივ ბედნიერი ვარ, რომ 3 დავე შვილებს ლამაზი და ბედნიერი ოჯახები აქვთ. სხვადასხვა ანეკდოტები მიყვარს ძალიან. პაციენტი მინდა ექიმთან, ექიმი მეუბნება თქვენი ისტორია მომიდანთ რეგისტრატორიდანო. ჩავიდა რეგისტრატორაში აღდეს კაცი და ისტორია მინდა 50 წლად უნდა გადაიხადო. ქალბატონო, ციგნების მაღაზიაში ვიყავ გუშინ და 10 წლად საქართველოს ისტორია ვიგიდაო. ჩემი ისტორია 50 წლად ამბავია. მე რომ ხარაგაულის ქუჩაში გავივლი და რო შემხდება ადამიანი და გამარჯვება ბატონო, როგორ ზამებდა, სულ ამ დროს სულ არ ვცნობ და მეუბნება მე შენი განარჩენილი ვარ. აი ჩემთვის ეს დიდი სიამაყე. ტივიზე რო ავდივარ და ჩემ ოჯახში შევდივარ და ჩემ სახლში შევდივარ. ჩემი ხარაგაულის ჰაერს სუნთქავ. მაშინ ვარ ჯანმრთელად, მაშინ ვარ კარგად, მაშინ ვარ ბედნიერი. აი ვიცი რა შევადარო. სოფლიოში ალბათ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე საყვარელი ადგილი არის ჩემთვის აი ეს გარემო. ეს ხარაგაული და ეს ჩემი პატარა ეზო და კარგი და. Aradam çemurlar muhlama uğlemi Sina gelid sevatam dami çlevi Gardu obica Akatzlaika Simatlis metirami zebrino Kurmeram denisime veratsvit